გორის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსის ინფიცირების შემთხვევა მოიმატა, როგორც გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიგი უნაშულმა თრიალეთთან საუბრისას განაცხადა, იანვრის თვეში სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა მოიმატა. მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვირუსების შემთხვევები გაზრდილია, განსაკუთრებით მწვავე რესპირატორიული ინფექციები. მარიგი უნაშულმა განმარტა, რომ შუა სეზონის მიუხედავად რისკ ჯგუფებისათვის ვაქცინაცია აუცილებელია და ეფექტური. გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა, შესაბამისად მოიმატა მიმართვიანობამ სამედიცინო დაწესებულებებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით, განსაკუთრებით მატებაში ინიშნება იანვრის მეორე კვირიდან და თითქმის გაორმაგებული არის, რაც შეეხება სტაციონარში პაციენტთა რაოდენობას, ესეც ოდნავ მომატებულია, თუ წინა წლის ამ პერიოდს შევადარებთ, მატება გვაქვს, მაგრამ არა რაღაცა განსაკუთრებული. აქტიურ ფაზაში გრიპის სეზონის შესვლასთან ერთად მიღებული გვაქვს ტამიფლუ მედიკამენტი, რომელიც განკუთვნილი არის ამ ეტაპზე ჩვენის მხრიდან უფასოდ გაიცემა სოციალურად დაუცველ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 100,000-ზე ნაკლები და მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფს. ანუ ეს რისკ ჯგუფები არის ასაკობრივად 0-დან 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები და 65 წელს გადაცილებულები, ორსულები, მელოგინეები, გულსისძაფთა სისტემის და ზედასასუნთქი გზების ინფექციებით ქრონიკულად მომავალი პაციენტები, ონკოლოგიური პაციენტები. სხვა შემთხვევაში იგივე მედიკამენტი აფთიაქებშიც არის, რამდენადაც ვიცი, GPC-ის აფთიაქებში. ეფექტურია, საკმაოდ ანტივირუსული ეფექტური საშუალება არის. პირველი 72 საათის განმავლობაში განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. გარდა ამისა, ვაქცინაციას მართალია ახლა შუა სეზონია ვირუსების, მაგრამ რისკ ჯგუფებისთვის ეხლაც ეფექტური არის ვაქცინა, გვაქვს ვაქცინაც. ვაქცინის იმუნიტეტის გამომშავებას 3 კვირა მაინც სჭირდება, ოღონდ სიფრთხილით ამ პერიოდში არ უნდა გაცივდეს. ვაქცინა არ იცავს სრულად გრიპისგან, მაგრამ გართულებებისგან იცავს.